მშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო, ეთერშია სოლო. დღეს მე სტუმრად ყავს ანსამბლი ლაშარი. არა, მთლიანი შემადგენლობით, თქვენ მათ შეხვდებით ხვალ. ხვალ არის კონცერტი, კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში და ძალიან სასიამოვნოა შვიცარიაში. ძალიან სასიამოვნოა, რომ აი ესეთი შეხვედრები, ეს აუცილებლად, ეს არ არის ჩემი აზრით ისეთი ლიდონის სიტყვები, რომ რაღაც ისე აუცილებელია, იმიტომ რომ არა მარტო მუსიკალური საზოგადოება არის მოკლებული, ასე ვთქვათ, დღესდღეობით იმ ფესვებს, საიდანაც მოვდივართ, ხო, ჩვენ ყველაზე კარგად და ქართველებმა მით უმეტეს კარგად შეგვიძლია დავინახოთ, ანუ საიდან მოვდივართ, გვაქვს ეს ისტორია, რომელიც მუსიკაში გამოიხატება და ამის არ გამოყენება, თავისთავად ალბათ დანაშაულის პროფესია. საღამო მშვიდობისა, დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. უღრმესი მადლობა გადაცემას, თქვენ დიდი მადლობა რომ მოგვიწვიეთ დღეს და ხვალ ასე ვთქვათ, მეტად მნიშვნელოვანი გამოსვლობა აქვს, იმიტომ რომ ჩვენ გარკვეულწილად აი ამ ხვალინდელი დღისთვის შეგვექმნით სპეციალური პროგრამა, რომელიც დაახლოებით 1 წელია ვიმუშავეთ და დაახლოებით 1 წელი ვიმუშავეთ და აღვადგინეთ რაღაც რამოდენიმე უცხო ვარიანტები ხალხური სიმღერისა, ეს ოქროს ფონდიდან, რადიოს ოქროს ფონდიდან, ცენტრალური არქივის ფონდის საცავებიდან და მე ვფიქრობ, რომ ჩვენი მიმართულება ზუსტად ეს არის და ჩვენ ამას ბოლომდე განახორციელებთ, რომ აღვადგინოთ ის მივიწყებული ვარიანტები, რომლებიც გააჩნდათ ჩვენს წინა თაობას და რომელიც სრულდებოდა არსებობს ჩანაწერები მე-20 საუკუნის დასაწყისის, მე-19 საუკუნის ხელნაწერები და ჩემი აზრით ისიც თქვენ ზუსტად აღნიშნეთ, რომ ჩვენ თუ არ მივხედეთ ამ პრობლემას, რომ ის მივიწყებული რაც არსებობს, ის ჩვენ არ ამოვიღეთ და ეს არ გაჟღერდა, რა თქმა უნდა, მე ამ თანამედროვესაც უბრალოდ აზრი აღარ ექნება, იმიტომ რომ მე ელემენტარულად მასალა შემცირდება იმისა, რაც არსებობს. თუ ჩვენ არ მივამატებთ პლუს კიდე რაღაც მასალა გარკვეული, აი იმ ძირძველ ვარიანტებს და ძირძველ სიმღერებს, მე ვფიქრობ, რომ დაკომპლექსდება და ეს იქნება ძალიან ხელოვნური ყველაფერი შემდგომ. გარდა ამისა, ჩვენი ანსამბლი ასე ვთქვათ, არის ტრადიციული ფორმის, ანუ მინდა აღვნიშნო ერთი რამ, რომ ხალხური სიმღერა თავიდანვე იყო ასე ვთქვათ, ანსამბლურობას ჰქონდა თავისებური მანერა, იმიტომ რომ უნდა ყოფილიყო აუცილებლად ერთი პირველი ხმა, ერთი მეორე ხმა და რამოდენიმე მესამე ხმა, ანუ სიმღერის დროს. იმიტომ რომ ეს გარკვეულწილად იზრდებოდა იმპროვიზაციის საშუალებას, ანუ რა თქმა უნდა, ეხლა მე შემოიღეს უკვე რაღაც 40-იან წლებში ალბათ არ ვიცი კომუნისტების დროს, თუ ცოტა უფრო ადრეც ალბათ დიდი გუნდები, როდესაც 10 პირველი ხმღერო და 15 მეორე და თქვა 60 ბანი, სიტყვაზე ავხდა. ბუნებრივია ეხლა, როცა 10 პირველი ხმღერის იქ იმპროვიზაცია ერთნაირად გამორიცხულია. ორი მე და თქვენ ვერ გავაკეთეთ ერთ იმპროვიზაციას. აქედან გამომდინარე, გარკვეულწილად შტამპი გახდა ხალხური სიმღერა, აქედან გამომდინარე, იმიტომ რომ ვიცით რა, გენიალური მომღერლობა ითვლებოდა იმაში, რომ რამდენი გამოსვლაც ექნებოდა, იმდენი სხვადასხვა ვარიანტი უნდა ყოფილიყო. არა მარტო სიმღერის იმპროვიზაცია, არამედ ტექსტობრივი იმპროვიზაციაც. ანუ როგორც ხდებოდა თქვა მუსიკალური იმპროვიზაცია, ხდებოდა ასევე ტექსტობრივი ინფორმაცია. იმპროვიზაცია. და აქედან გამომდინარე, დღეს ჩვენი თაობა და ის წინა თაობათა დარჩა რამოდენიმე ადამიანი ჩვენთან საბედნიეროდ, რომ გვინდა რომ აი ეს ფორმა, რომელიც არსებობს, რომ მხოლოდ და მხოლოდ აგებული იმპროვიზაციაზე. ეს გვინდა რომ შევინარჩუნოთ. ეს გვინდა რომ მივიყვანოთ ბოლომდე, იმიტომ რომ თქვენ გამეთანხმებით, რომ იმპროვიზაციის ეს უყურებლა მეუბნება, რომ რა იმპროვიზაცია საიდან? ყველას გონია რომ ეს არის რაღაცა ისტორია. ჯაზის მონაპოლია. და ხოლმე გონია რომ იცი მაინც მამა ჩემი უნდა იყოს იმპროვიზატორი და დედა რომ ეს იმპროვიზატორი იყო. მაგრამ ეს რა თქმა უნდა არ მოდის დაბადებიდან, ეს არის უბრალოდ ინფორმაციის ქონა. ანუ შენ თუ იცი თქვა, სიტყვაზე ვიძახე, კახური მრავალჟამიერი თქვა, რამოდენიმე ვარიანტი და შენ იცი რომ ეს არსებობს იქ, თელავში ის არსებობს, ახმეტაში ის არსებობს, პარელში ის არსებობს, გურჯაანში ის არსებობს. ინფორმაციიდან გამომდინარე შენ შეგიძლია რომ გარკვეული მე შენი რაღაცაც იმას მიამატო. არა შენ თუ ჩაკეტილი ხარ იმაში რომ მარტო ერთი ვარიანტი იცი ამ სიმღერისა და შენ არის იქ როგორ მღერო და ის მომღერალი ის მომღერო მღერო და მე ვფიქრობ რომ გაუჭირდება ყველა იმპროვიზაცია. ამიტომ მე დიდი სურვილი მაქვს ჩემიც და ჩემი სურვილია დიდი და ჩემი მეგობრებისაც რომ ახალგაზრდებმა ვინც ამას ემსახურება რომ აი ეს მასალა და ინფორმაცია ქონდეს ძალიან ბევრი. ამიტომ ჩვენც ამას ვაკეთებთ რომ გარკვეულწილად ის რაღაცა მასალა რაც არსებობს წამოვწიოთ წინ რომ აი ახალგაზრდებმაც ის არ არის ამას მიცეული რომ არქივში შევიდეს და რაღაცა გააკეთოს რომ აი გარკვეული ინფორმაცია. მე საკმაოდ რთული არის ხა არქივში ძიება ეს მასალა არც იყიდება თუ აი მაგალითად საქართველოს სახელმწიფო რადიოს ფონდში უნიკალური მასალა ინახება. მე სხვათა შორის ერთი მოვისმინე, იგივე მრავალჟამიერი სიტყვაზე 100 წლის ჩანაწერი დოლის თანხლებით.
ხო, ეს ხო, დოლი მიყვება, ხო. აი, ფათაშორის ეხლა ჩვენ გვაქვს ერთი მოგეხსენებათ არის ხალხურ სიმღერაში ეს ცნობილი სიმღერა ჩაკრულო. დიახ. და ამ ეს სიმღერა ცნობილია ასეთი ტექსტით, მაგალითად ხიდის თავში ვყრათ პირობა, ჩვენ გავხდეთ ღვიძლით მანია, ჩავხდეთ ვიყრა ბატონსა თავ. და ეს ტექსტი პრინციპში ვისაც არ კითხოთ ეხლა, ვისაც არ უნდა უთხრათ, ჩაკრულო, ყველა გეტყვით ამას. მაგრამ ჩვენ მაგალითად შევძელით არქივიდან აღვადგინეთ ერთი ჩაკრულო, სხვა ვარიანტი. მაგათ ეს იწყება ესე. ტყუილად ნახებო კახეთო დიდი ვალაზნის ჭალაო. ირე მოიალაღზე და ივრის პირებზე ჩალაო. ესეთ ტექსტით იწყება. და აბსოლუტურად განსხვავებული მელოდია აქვს და ჩემი აზრით მე ვფიქრობ, რომ აი ის რაც გარკვეული ეფექტურობა აქვს აი ამ ჩაკრულს, იცი რა, ორც იყოს ესეთი რაღაც არ ვარ, ბოლოს აქ ესეთი მისამღერი. ჰაი ჰახ, მალო ხევსურეთ ნაჭედო და აქ ღეროდა ხომე რაღაცა 100 კაცი და რაღაცა ეფექტი წევდა და აუ ჟუანტეს. და იცი რა, მე მაინც ვფიქრობ, რომ ხალხური სიმღერა არ არის ცირკი. რა გარკვეული ეფექტი მოახდინო რა. იმიტომ რომ მე მგონია რომ ხალხური სიმღერა ადამიანმა რაღაცა ეფექტების და ვიზუალური და რაღაცა მუსიკალური ეფექტებით კი არ უნდა მოხიბლო. უნდა მოხიბლო აი იმ სისადავით და აი ამ იმ ნატურალურობით რაც არსებობს. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით იცით ის რომ აღმოჩნდა ის რომ ჩაკრულოს ჩვენი წინაპრები მღეროდნენ აი ეს ლაღაც და იცი იმ დღეს მაგალითად მე ვიყავი თელავში, ჩემს მეგობრებთან ახსენ წინანდალი არსებობს ესეთი, ძალიან მაგრები არიან და ზუზუმბوارი მთა ერთი ამ თელავში და ვიჯექით იმ მთაზე დიდი აივანია და პურმალი გაშალეს ბიჭებმა, ჩვენ საპატასაცემოს და ფათაშორის პირველად ვიყავი სუფრაზე, როცა ხმა არ მომიღია და არ მიმღერია. ხო და აი ეს ერთი სუფრა გაიშალა და ბიჭებმა ნუ არ მასალეს, იმღერეს და რომ გადახედავთ თავი და მოდის თელი ალაზნის ველი, თელი კახეთი ჩანს. აი მთელი კახეთი და ისეთი პატარა სიო იყო ძალიან და ეს ხეები ესე ნენლა გადადიოდა, გადმოდიოდა და ეს მთელი ალაზნის ველი ჩანდა და ეს ბიჭები მღეროდნენ კახურ სიმღერას. და მე ეს ბიჭები რომ მღეროდნენ, ვიყურებოდი ამ ხარეს ალაზნის ველისკენ და აი აბსოლუტურად როგორი ბუნებაც არის, აი ბუნება როგორც იხრება. აი როგორც იხრება ბუნება, აი ისეთია სიმღერაც რა. და ეს იმდენად არის ერთმანეთში შერწყმული, რომ მე არ მგონია ეხლა რომ ხათ კახეთში ხშირად ყოფილიყო ქარიშხალი, რომ მაგ ესე ებღერათ. და თორნადოები ყვა შეცვლა. ეს შეიძლება პრინციპში, ხო, ეს შეიძლება პრინციპში ესე ემღერათ, თქვათ ტეხასის შტატში, ამერიკაში, იმიტომ რომ ხშირი თორნადოებია და რაღაც. ეს ხუმრობით უნებრივია. ო, რა თქმა უნდა, მაგრამ პრინციპში კლიმატის განაპირობებს. არა, ძალიან განაპირობებს კლიმატი, როგორც აი მართლა ერთად თქვენ თუ მოხვდებით აი ამ შეიძლება ყოფილ ხართ ალბათ, მაგრამ აი ამ მიზნით თუ შეხედავთ ზუსტად, რომ აი ეს არის თუ არა რაიმე ამაში კავშირი ხალხურ სიმღერასთან, აუცილებლად მიხვდებით, რომ აი როგორი ლაღით და ვრცელიც არის ალაზნის ველი, მთელი კახეთი. აი ესეთი ლაღია კახური სიმღერა. უკაცრავად პასუხია, მაგრამ რეკლამაა ჩვენს ეთერში. ჩვენ კлау პირდაპირ ეთერში ვარ და ზუსტად იმაზე ვსაუბრობდით, რომ ხვალინდელი კონცერტი, რომელსაც ანსამბლი ლაშარი წარმოგიდგენთ კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში, ნამდვილად დროულია. და დროულია კიდევ წარმოვადგინოთ სხვა დანარჩენი სტუმრები, ალიკო ხიზანიშვილი და ხვიჩა ღვთისიაშვილი. ეხლა მაინც აი ხვალინდელ ბოდიშვილი მე ხვალინდელ კონცერტთან დაკავშირებით ვიტყვი, რომ აი დროულობაზე იცით რა ჩემი აზრით ჩვენ მაგათ არანაირად არ ვამახვილებთ ყურადღებას იმაზე რომ თქვათ აი ბიჭებმა რაღაცა ლამაზი ხმებით იმღერონ და აბა იქ რაღაცა ჩვენთვის მთავარი მიზანი არის ის რომ ჩვენ მაქსიმალურად ახლოს ვიყოთ ტრადიციებთან მაქსიმალურად ახლოს ვიყოთ ტრადიციებთან რა თქმა უნდა ხმა როგორც გვაქვს ისეთი იქნება ბუნებრივია მაგრამ ჩვენი მიზანი იყო ის რომ ტრადიცია ყოფილიყო დაცული იმაში რომ მაქსიმალურად ვიმღეროთ როგორც საჭიროა და როგორც ეს მოითხოვს ხალხური სიმღერა და ეს არ იყოს აკადემიზმის რაღაცა და რაღაც ურბანისტული ისეთი თანამედროვე გაქალაქები და რა თქმა უნდა ხო არაერთი ქალაქური და რა თქმა უნდა ის რომ დაცული ყოფილიყოს აი უძველესი ვარიანტები რომელიც არსებობს და ეს რა თქმა უნდა ეს შევინახოთ და ვეფეროთ თავისთავად იმიტომ რომ მე არაერთხელ მომისმენია ამის მოსმენა რთულია ну ყველაფერი კარგი ახლა ისეთი არის რთულიც და მარტივს გაჩნია შენ დამოკიდებულება შენ როგორ მიუდგები ახლა
ხო, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თორე ეხლა იგივე შეგვიძლია სირთულეებზე ვისაუბროთ და ძალიან შორს დავიდეთ და ამ ბახს აღარ მოусმინეთ, იმიტომ რომ რთულია, თურმე უნდა გაჩერდე, უნდა მოусმინო, იმიტომ რომ იქაც ისევე როგორც ფოლკლორში ყველაზე მთავარია, ხო, სულ აქცენტებია. ეს აქცენტები ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი და ზუსტად ეს აქცენტები ქმნის აი ამ ფერებს, რასაც ქვია კახელობა, სიტყვაზე თუში და ხო, მაინც განსხვავებული არის. ხო, აი სხვანაირად ჟღერს. აი ხა თქვენ კახელი ხართ, გიორგი. და ნუ თავისთავად კახური სიმღერა გასაგებია ახლა. აი სხვა დანარჩენს როცა ასრულებთ, იქნება ეს მეგრული, ან სვანური ალბათ იგივე შეგრძნებები გაქვთ, იმიტომ რომ მაინც საბოლოო ჯამში ჰარმონია ერთია, მაინც ქართულია. თუ მაინც უნებრივია, რა თქმა უნდა, მე სწამოსომბრო სხვაობები ისეთი რომ გეგონება რომ ეს არის სხვადასხვა ქვეყნის სიმღერები, ისე განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგრამ ეს ჩემში იმდენად არის და იმდენად ახლოა ეს ჩემთვის რა, რომ მე მაინც ვფიქრობ, რომ აუცილებელია ჩემი აზრიდან ჩემთვის ამის ცოდნა. რომ მე ვფიქრობ, რომ უნდა ვიცოდე აბსოლუტურად ყველაფერი და იგივე გურულიც, იგივე სვანურიც ამის შემდეგ უფრო კარგად იმღერებ კახურს. და იგივე როცა კახურივიც უკეთესად იმღერებ თქვა გურულს, მაგრამ ცდილობ მე გარკვეულწილად რადგან ხელმძღვანელიც ვარ, მე მიწევს რომ თქვა ვისწავლო გურული და მე ბიჭებს ვასწავლო. თუმცა მაინდა-მაინც ისე რომ მე გურული ვიმღერო, მე მგონი არც ყოფილა ისეთი დიდი შემთხვევები, რომ მე გურული ვიმღერა ან სვანური. როგორც მე ვარ ასევე სოლისტი ანსამბლში, რომ ღერღერივად კახურს იმღერებს. და ცოდნა მაინც ვფიქრობ, რომ აუცილებელია, ისევე როგორც მაგალითად სულ ამბავს ვამბობ, რომ მაგალითად რომ ჩამოდიან თქვათ აი მოვესალმები, რომ უცხოელებს ღერიან ხალხურ სიმღერას. მაგრამ სულ მგონია ესეთი რაღაც, რომ აი რომ ჩამოვიდნენ ეს უცხოელები და თავიანთიც რომ იმღერონ რა. იმიტომ რომ აი რატო არ უნდა იმღერონ? ქართველებს გონიათ ზოგიერთებს, ვინც არ არის ამაში გათოცნობიერებული, რომ ეს რაც ჩვენ გვაქვს, ეს აქვს ყველას. ეს არის თქვათ იგივე აქვს სომხებსაც, იგივე თქვათ აქვს ვიღაცასაც ასეთი მსგავსი. მე მაინც ვთვლი რომ მსგავსი უბრალოდ არ არის თელსოფლიოში, იმიტომ რომ შეიძლება თქვა კორსიკელებს აქვს მსგავსი კახურისა, მსგავსი კი რაღაც წააგავს, მაგრამ ისე რომ ერთ ქვეყანას ჰქონდეს ასეთი მრავალფეროვანი ნამუშევარი, ესეთი არ არსებობს და ამიტომ სულ ამბობ რომ ჩამოდიან უცხოელები, იმღერონ ქართულად, იმღერონ თავიანთიც რომ ჩვენი მოსახლეობა მიხვდეს თუ რა განსხვავება არსებობს ჩვენსა და მათ ფოლკლორს შორის და დარწმუნებული უკეთესად დააფასებენ ჩვენ ფოლკლორს. მაშინ ამიტომ მე ჩვენ პრინციპში კიდევ სხვა პრობლემებიც აქვს, იმიტომ რომ ჩვენ ფაქტობრივად ჩვენ ქართულ ფოლკლორსაც ძალიან ცუდად ვიცნობთ. იმიტომ რომ იმ ფორმით რომ აი ბოლო პერიოდში როგორც განვითარდა ქართული ფოლკლორი, ეს იყო სიტყვაზე კომუნისტური პერიოდი, 60-იან წლების ფოლკლორი, რა თქმა უნდა, ეხლა მაშინ რაღაც თავისი გარკვეული ფაბულები, მე იქმნებოდა კიდევაც ახლა 40-იან წლებში უფრო ადრეც სპეციალური სიმღერები სიტყვაზე, თომ კოლექტიურ მოძრაობაზე და ასე შემდეგ. რაც ფაქტიურად იყო მე მოხვეული თავზე, ახლა მოსახლეობასაც ახლა იმასაც, რასაც აახვევ, ის მოწონს. არა, ეს მოსახლეობის ბრალი ალბათ ნამდვილად არის, ეს უბრალოდ იყო და დაკვეთა. ეს ძალიან საინტერესო სიმღერა იყო, სულ სახელი ძალიან მახსოვს. ბუღალტერი, ქალზე და კოლმეული და კაცზე. საინტერესო. მაგრამ ნუ ეს ალბათ გარკვეულწილად მაინც დასაფასებელია, იმიტომ რომ იმ ადამიანები ამისთვის იშრომეს, რომ ეს გაეკეთებინათ. ეხლა მე ამაზე ეს არ არის სასაცილო თემა, აბსოლუტურად არანაირად, რომ მე ვამბობ, რომ ასეთი მოთხოვნა იყო მაშინ. რომ ეს გაეკეთებინათ და მე ფოტოშორის მინდა აღვნიშნო რომ იმ ჩემმა ტინაპელებმა ისიც კარგად გააკეთეს რაც ესე იგი ის ხალხი ასრულებდნენ ამ ბუღალტერ ქალზე და ასეთ სიმღერებს რომლებიც აი კორიფეები იყვნენ იმ დროისათვის თუნდაც სიმღერაშიც და დაკვაშიც რა აი ეს ხალხი იყო რომელიც ეთქობა ავალებდნენ და საჭირო უნდა ხა ანსამბლი რო გამოდიოდა და შეიძლება ძალიან დიდი სპეციალისტები პროფესიონალები იყვნენ თავიანთ საქმეში ხალხმა იცოდა, მაშინაც იცოდა, რომ ის იყო დავალებული და ის არ იყო ის. ძალიან კარგი, ჩვენ ახლა საუბრობთ, მაყურებელსაც მოსწონს, მაგრამ მაყურებელი ხედავს, რომ კიდე პლუს გვაქვს ძალიან ბევრი ინსტრუმენტი, რომელსაც თავისი ისტორია აქვს. მათ ისტორია 2000 წელსაც და უფრო მეტი ხნის არის, განსაკუთრებით ალბათ ის უენო სალამური. უენო სალამური. სხვათა შორის მე ბევრი მსმენია, მე მართლაც კარგი კოლექცია მაქვს სხვადასხვა ქვეყნების
აი ესეთი ფოლკლორული ინსტრუმენტები უენო სალამურებიც აქვს, მაგრამ აი ესეთი ქართულმა ვარიანტმა საერთოდ ძალიან მომხიბლა და რა თქმა უნდა. ხო. დიახ. ეს არის რაღაც წინამორბედი იმისა, ხო? ხო, ენიანი სალამური. ხო, აქედან დაიწყო ფაქტიურად. მაგრამ ეს სრულიად განსხვავებული პრინციპია დაკვირისა. დიახ. აი როგორც შედარებისათვის ფლეიტა და ბლოკ ფლეიტა. მოდი ეს შეადარე შენ თუნდაც სალამურები. ხო, არა, ხმოვანება სხვადასხვანაირია. ხო, ჩაბერის ეს არის მილი. ჩაბერი, მოდი. ხო, ეს არის. რა ნიშნავს? ნუ ეს არის ენიანი სალამური, რომელიც ასე ფართოდ არის გავრცელებული. დიახ. ნუ ძირითადად ეს არის გავრცელებული. სარგებლობს ძალიან. ხო. აი პოპულარულია დაისი და სრულდება. ხო, დაისი, მოცარტის, რონდო და დოროლა სალამურები. დიახ. ხო, ესეთი ხმა აქვს ახლა. სუფთა ხმა. დიახ. ახლა ენიანი სალამური, უენო სალამური, ეს არის უბრალოდ მილია. დიახ. და სხვა არაფერი, ისე უნდა დაიჭირო ხმა მოიქცო და აქვს აი სპეციფიური ხმა, რომელიც აი საქართველოს მუზეუმშიც ინახება ასაც ისეთი უნიკალური ინსტრუმენტები. დიახ. გედის ძulis გაკეთების სალამური სასა. მაგრამ ის პატარაა და სამი ნახრეტი აქვს. დიახ. აქ დასაკრავად. და აი ბუკი ნაღარა, ბევრი ისეთი ძალიან საინტერესო ალბათ რიტუალური, მე მაგალითად ინფორმაციაც აღარ მომეძებნება თუ რა დროს იყენებდნენ. ხო, უბრალოდ თვითონ აი ნომინალურად აარსებობს ეს ინსტრუმენტები, მაგრამ არა, ჩვენ სხვადასხვა ამასთან დაკავშირებით ბერდინ გვისაუბრია, რომ იგივე ხა ეს რომ უენო სალამურზე გამოვიტანეთ და ჩვენ უკვე პრინციპში აღარ ჟღერდა უენო სალამური და ეხა ეს უკვე გახდება ჩვენი აი ამ საკონცერტო მოღვაწეობის უკვე ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია უენო სალამური. ეს თუ ამას თუ არ უკრავდნენ, ამიტომ ჩვენ პრინციპში აუცილებლად ვიზრუნებთ იმაზე, რომ კვლავ ვიმუშაოთ იმ თემაზე, რომ თუ რაიმე კიდე გვაქვს ისეთი, რომელიც მივიწყებულია და რომელსაც შეიძლება რომ ჩვენ კიდევ კვლავ რაღაცით წინ წამოვწიოთ, აუცილებლად გავაკეთებთ ამას და ჩვენ რადგან იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი პროგრამა მუსიკალური სიმღერის თვალსაზრისით არის უძველესი და ახლოს არის ტრადიციებთან, ამიტომ ჩვენც ვიფიქრეთ მსგავსი რამ, რომ ინსტრუმენტალური ნაწილით ჩვენი ყოფილიყო აი ამ გაერთიანებული ამ სასიმღერო ნაწილთან. ანუ მე არ მინდოდა და ბიჭებს ეს უთხარი, რომ ჩვენ მიმღეროთ თქვათ 1905 წლის ან 7 წლის ჩანაწერის რაღაც უძველესი ვარიანტი და უცბად გამოვიდნენ და დაუყრან მოცარტი. თქვათ ან ვიქტორ დოლიძის რაღაცა. ეს განაც ცუდია, მაგრამ ალბათ აი ამ პროგრამასაც, რასაც დოლიძე ქვია, რასაც მოცარტი ქვია, რასაც ის ქვია, ალბათ თავისებური სხვა რაღაცა თანხვედრი პროგრამა სჭირდება, ხო, რომ ეს რეალურად ჩაჯდეს, ხო? მე დარწმუნებული ვარ, რომ არ მოეწონება, რომ ეხლა მე აქ მოვასმენინო რაღაცა უძველესი ვარიანტი და უცხოთ ამან რაღაცა. აქედან გამომდინარე, აი ეს პროგრამა სპეციალურად შეიქმნა ამისთვის, აი ამ ასე ვთქვათ მუსიკალური ნაწილისთვის, რომ ეს ყოფილიყოს მრავალფეროვანი და რაღაც მისაღები. ძალიან საინტერესოა. თქვენი ჯგუფი სადღაც 94 წლიდან არსებობს, ხო? ლაშა თქვენ ჩამოაყალიბეთ და 13 წევრია დღეს. იცით, მართალია 94 წელს ჩამოყალიბდით, მაგრამ ეს მაშინ იყო ძალიან ენთუზიაზმზე, საერთოდ ენთუზიაზმზე ვარ ჩვენ, მაგრამ ვერ მოვახერხეთ ფაქტიურად ჩვენი სიტყვის თქმა, იმიტომ რომ კარგად გესმით ახლა თქვენს ყველას, რომ ძალიან რთულია, რომ 12 და 13 ადამიანს ისეთივე განწყობა გქონდეს ამ ყველაფრის მიმართ, როგორც მე მაქვს. როგორც მე დავდიოდი, თქვათ, უფულოს და ფეხით დავდიოდი რეპეტიციაზე, ამას ყველას ვერ დაავალდებოდნენ, ყველას ოჯახი აქვს და ასე შემდეგ. ამიტომ ხშირად იცვლებოდა წევრები ანსამბლის. ამიტომ როცა კეთდებოდა რაღაც პროგრამა, თქვათ, ხო? მე უცბად და მიდიოდა 5 წევრი. თქვათ. ნუ მე ვიღებდი ახალ 5-ს. მე იმ 5-ს რო ვასწავლედი, მიდიოდა სხვა ძველი 3. და ნუ ვეღარ მოუყარე თავი და აქედან გამომდინარე მე მოხდა ისე რომ 2003 წელს ჩვენ ხელშეკრულება გავაფორმეთ კომპანია მელოდია არტთან რომელიც 2004 აი ახლა რაღაც 2 თვის წინ ვთქვათ წამოვედი და დაიხურა კომპანია იქამდე ჩვენ ფაქტურად 1 წელი ვიმუშავეთ და აი ამ 1 წლის განმავლობაში ჩვენ შევძელით რომ ეს ბიჭები
ასე ვთქვათ, ყოფილი იყვნენ ერად რეპეტიციაზე, ესწავლათ და მოტადინებულები იყვნენ ძალიან. და ამიტომ აი ამ ერთ-ერთ მომენტში შეიქმნა ეს პროგრამა. და არ მინდა ხა მე რო ეს ბიჭები ზაფხულში გამეშვა, მე ამ ყველაფერს თავიდან გაკეთება უნდა. ამიტომ ჩვენ უნდა ვკვდეთ, რომ ეს თორე ფაქტურად ეხლა არ ვიცით რას გავაკეთებთ, მე მინდა ვთქვა ერთი რამ, რომ თუ არაფერი არ გამოჩნდა ფაქტურად, როგორ არ შეეხება ანსამბლს, ეს გახლავთ ფაქტურად ჩვენი ბოლო კონცერტი ხუთში, იმიტომ რომ ძალიან რთულია, იცით. მე რა თქმა უნდა გავაგრძელებ მოღვაწეობას და რა თქმა უნდა ბიჭებიც გააგრძელებენ მოღვაწეობას, მაგრამ ის ერთი დიდი საქმე, რასაც ჩვენ ვაკეთებდით, ძალიან გული მწყდება და პრინციპში მე ისევ არა ხელმოჭრილი ვით დავრჩები. არა, იმედია, ნუ არა, ხო, მაგრამ ეს სიტუაცია ესეთია, რომ უსწრებთ მოვლენებს, ჯერ იმედია მსგავსი რამე არ მოხდება და თუ მოხდება ყოველ შემთხვევაში მუსიკა გრძელდება, მოვლენა, ახალი წევრები და ასე შემდეგ, მაინც ეხება ასე ვთქვათ, აი ესეთ მინორულ განწყობილებაზე. არა, ეს არა მინორულ, მე უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ ჩვენთვის ეს საყვარელი საქმე, რომელსაც ჩვენ ერთად ვაკეთებდით და ამდენი ხანი ერთად ვიყავით, ძალიან რთულია. მაგრამ მე იმედი მაქვს რაღაცა იქნება. აუცილებლად იქნება, ჩვენ კი ახლა გიორგი უშიკიშვილის სოლო ბიოგრაფია გვექნება პირდაპირ ეთერში. მერე კი ლაივი, ასე რომ დარჩით ჩვენთან ერთად. გიორგი უშიკიშვილი დაიბადა 1978 წლის 31 მარტს ქალაქ ახმეტაში. ქართული ხალხური სიმღერები გიორგის ბავშვობიდან ესმოდა. მის ოჯახში ყველა მღეროდა, ხოლო მისი გვარის წარმომადგენლები ახმეტაში ქართული სიმღერების საუკეთესო შემსრულებლებად იყვნენ აღიარებულნი. ხმა უშიკიშვილების მუსიკალური მონაცემების შესახებ ახმეტის საზღვრებსაც გასცდა. გიორგის ოჯახში საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან ხშირად დადიოდნენ სტუმრები, იმისთვის რომ მათი სიმღერა მოესმინათ. გიორგის მამამ საგვარეულო კონცერტების გასამართად სახლის ერთ-ერთ ფლიგელში სცენაც კი მოაწყო. ასე რომ გიორგის სცენაზე დგომის კომპლექსი ბავშვობიდანვე მოეხსნა. პირველი ინსტრუმენტი, რომელიც გიორგიმ პროფესიონალურად შეისწავლა, ვიოლინო იყო. ის 7 წლის განმავლობაში სწავლობდა ახმეტის მუსიკალურ სკოლაში. დასავლური კლასიკური მუსიკის შესწავლასთან ერთად გიორგი ეროვნულ კლასიკასაც სწავლობდა. 1989 წელს ის ანსამბლ მართვეში შევიდა, სადაც 7 წლის განმავლობაში მღეროდა. სწავლა გიორგიმ მელიტონ ბალანჩევაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში განაგრძო, საგუნდო სადირიჟორო პროფილით. 2 კურსის დახურვის შემდეგ კი თბილისის კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა. 1994 წელს გიორგიმ ჩამოაყალიბა ანსამბლი ლაშარი და მას შემდეგ ის ამ კოლექტივის ხელმძღვანელია. 1995-დან 2003 წლამდე ლაშარს საქართველოს ტელერადიო მაუწყებლობის ფოლკლორული ანსამბლი ერქვა. 1995 წლიდან გიორგიმ უნიკალური ქართული სიმღერების გაშიფრვა რესტავრაციაზე დაიწყო მუშაობა. მისი მონდომებით ფართო მასებისთვის ცნობილი გახდა არაერთი ქართული ფოლკლორის შედევრი. გიორგის აღდგენილი აქვს მე-19 საუკუნის ბოლოდან 1914 წლამდე არსებული თითქმის ყველა აუდიო ჩანაწერი. ამისთვის გიორგის 2000 წელს სპეციალური პრემიაც გადასცეს, წინანდალი 2000. მალე გაყიდვაში გამოვა დისკი, რომელშიც ყველა ის უნიკალური სიმღერაა შესული, რომლებიც გიორგიმ წლების განმავლობაში სხვადასხვა წყაროებიდან მოიპოვა. ასე რომ კარგად დავიწყებული ძველი ლაშარის ინტერპრეტაციით ქართული საზოგადოებისთვის ახალი და საინტერესო სიურპრიზი იქნება. და ეს რაც შეეხება სიტყვაზე აუდიო ჩანაწერში, როცა არსებობს რაღაც ინფორმაცია, ამას შიფრავდა. სხვა რაიმე ასე ვთქვათ, მატარებელზე თუ ინახება კიდევ. აუდიოდან ჩანაწერები არის 2009 1 წლიდან ფაქტიურად. ეს პირები არის ჩამოტანილი ლენინგრადიდან, ლონდონიდან, ანზორელ კომაიშვილის მიერ ნაწილი თვითონ ჩაწერილია აი ამ არქივის მიერ, იწერებოდა აქ და ეს ყველაფერი ინახება რა თქმა უნდა რადიოს ოქროს ფონდში. და ეხლა სხვა მატარებელებზე მე ვიცი რომ მსგავსი ინფორმაცია რომ გვამაქვს რომ არსებობს ჩანაწერები კიდე ნირვაკები ესეთი პირველი ხო ეს წყარო სკვალ მე როგორც ვიცი თუ არ ვცდები თიხისგან კეთდებოდა რაღაც ნაწილი აი ამის არ ვიცი ზუსტად სიმართლე გითხრათ რომ მე როგორც მაქვს ხელში და ვთქვათ
ამიჭერია ხეშთავ რაღაც ხვდე რაღაც თითქოს გონია რომ რაღაც თიხის რაღაც ის უნდა იყოს. და იცით მე ვიცი რომ ეს რამოდენიმე ადგილას ინახება ერთ-ერთ მუზეუმში ვიცი ინახება 100 ცალი და რაღაც ერთ ადგილას ინახება კიდე. და ეს არის უნიკალური, რომელსაც ჩვენ სამწუხაროდ თბილისში ვერ შიფრავენ ამას. ვერ შიფრავენ. და როგორც ვიცი, ახლა მე არ ვიცი ზუსტად ეს ლირვაკების ამბავი, ვიცი რომ ამ ერთ ლირვაკაზე არის ერთი სიმღერა. ვახსენებ. და მე ისიც გავიგე რომ ამის გაშიფრვა ხდება საფრანგეთში და გერმანიაში, პარიზში, ერთ-ერთ მუზეუმში, როგორც მითხრეს და დარწმუნებული ვარ იქ რა იქნება ახლა. ალბათ გავადრო და რაღაც გარკვეული ფინანსების მოიძებნება. აბსოლუტურად მე მგონია რომ ალბათ 80-დან 20 თუ გადაიწერა უკვე ისეთ დონორობას და დონორაც გადის ის 20-ც აღარ იქნება და. ამიტომ დღეს რა შეგვისრულებთ აი პირადად თქვენ მაგალითად? პირადად მე? ხო. რა ვიცი აბა. ისე ძნელია დაждომილი სიმღერა, მაგრამ რაღაცნაირად მოვა. რასიზა. წარმოიდგინეთ ვითომ ალაზნის როგორ არის. ეხლა ვიმღერებ რაღაც ფრაგმენტს, რომელსაც ხვალ შევასრულებ, ეს გახლავთ ურმული, თავმიანი სიმღერა. გახლავთ. და ამ სიმღერის ვარიანტს ასრულებდა სანდრო კავსაძე. არო არალი არალე Haru aralo aralo da haru lalo da haru da Gasie haru gasie satsaga tendeba boda Haru aralo da haru lalo da haru da Ağzevan saval marilaze Ağzevan saval marilaze maril sumovitam brol savoda Cerdedas kadavexvevi, cerdedas kadavexvevi. Mermeșvil sadat sol savo, harulalo da harvalo da. Haruaralo aralo da harulalo da harvalo da. ღმერთომეც გადამამხედები და ღმერთომეც გადამამხედები კვლავაც წყალობის თვალით არულალო თორემ ცოლშვილი ამესო ცოლშვილი ცოდობრალი თარულალო და Haruaralo varalo da harulalo da harulalo da ეს ისეთი დიდი მადლობა თქვენ აი მე ისე წამეგო რომ პრინციპში სულ დამოვიწყდა რომ ეთერში ვარ გადაცემა გვაქვს და რა თქმა უნდა სასაუბრო კიდევ ძალიან ბევრი არის. ბევრი არის, აი თუნდაც მაგალითად კვლავ დავუბრუნდეთ ინსტრუმენტებს. ეს ისეთი ფაქტურად აი ლადების გარეშე არის, ხო? აი ამას არ აქვს ლადები. ჩონგური. თუმცა მე დავუყენეს ლადები. და მეოთხე სიმიც მოაწყეს. სამაგიეროდ ლადები დავუყენეს. და გახადოს როგორც აკომპანემენტი სალამურისთვის. და იცით რა არის ახლა მე ერთ სიტყვას ვიტყვი, ბოდიში ვიხდი ახლა ეს ამ ალეკოზე მე უფრო კარგად ვიტყვი ვიდრე თვითონ თავის თავზე.
იცით რა არის, რომ ეს არის ვირტუოზული ინსტრუმენტი. ამაზეა საუბარი და გარკვეულწილად ეს რაღაც პერიოდი უკვე გამოიყენებოდა როგორც აკომპანიმენტი სიმღერისა თუ რაღაცა ორკესტრის რაღაცა ნაწილი. ასე რომ ეს უნიკალური ჩანაწერები გვაჩვენებს, რომ ეს ინსტრუმენტი გამოიყენებოდა როგორც სოლო ინსტრუმენტი და ეს არის ვირტუოზული ინსტრუმენტი. და გამოიყენებოდა. ხო, და გარკვეულწილად მე მინდა აღვნიშნო, რომ ალეკო გახდათ ერთ-ერთი პირველი ჩვენს თაობაში, რომელმაც დაიწყო ამ ინსტრუმენტის ასე ვთქვათ ვირტუოზულად ათვისება. და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს იმდენად რთულია ამაზე შესრულება, რომ მე 2 წლის წინ რო უკრავდა ალეკოს დღეს უკეთესად უკრავს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს განვითარდება და მომავალთაობას ამას გადასცემს. ხო, იმდენად მივიწყებულია ეს დაკრის მანერა თვითონაც. მე პირველად მოვისმინე გარუჩავას დაკრული, იყო ესეთი პიროვნი გრიგოლ გარუჩავა, რომელიც იმ 60-იან წლებში უკრავდა განუმეორებელი დამკვირვებელი იყო. ძალიან ძლიერი იყო და იყენებდა იმ მილეთებს, რომელიც ეხლა რო გამოვიყენენ, დაარქვეს ესპანური. აჰა. ეს ხო ესპანურია. ეს ხო. არ არის ეს ესპანური, ხალხმა არ იცის, რომ ეს ქართულია. და საინტერესოა. სამწუხაროდ დაიკარგა რა ეს. დაუ ფორუმი შეგვიძლია, ხო შეგვიძლია. ეხლა ვიტყვი რომ ეს დარტყმებია დაკრის დროს. დიახ. და არის ეს მანერა, რომელიც იყო ადრე უკრავდნენ და აღარ ამბობენ. ძალიან დიდი მადლობა. კომპაქტ დისკი გამოვიდა, უკვე დაიბეჭდა. კომპაქტ დისკი მინდა ვთქვათ ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადოთ სტუდია ქართულ ჩანაწერებს, რომელმაც გამოსცა, ჩაწერა და გამოსცა ჩვენი კომპაქტ ალბომი და ქართულმა ღვინომ თამადამ, ასე ვთქვათ, დაგვეხმარა და რა თქმა უნდა, ღვინის გარეშე ქართული სიმღერა უმეტეს და დიდი მადლობა მათ და პრინციპში ხვალ უკვე 7 საათზე ასე ვთქვათ, სურვილს შეუძლია. ანუ პრეზენტაციაც იქნება თვითონ ალბომის და მინდა აღნიშნო საშუალებაც კი, მინდა აღნიშნო რომ ხვალ იქნება სპეციალური ფასი აი ამ კომპაქტ დისკებზე, ეს იქნება იმ ფასში, რა ფასში ფაქტურად დაიბეჭდა კომპაქტ დისკები და ვისაც სურვილი ექნება რომ ეს ვთქვათ ის ადამიანები მოდიან, ვისაც ვთქვათ შეიძლება არ აქვს საშუალება რომ ვთქვათ მაღაზიაში შეიძინოს.
რამდენი კომპოზიცია შედის ალბომში? 17. აქედან 13 გახლავთ სიმღერა, 4 ინსტრუმენტალური ნომერი. დიახ. და ალბათ რაიმე აი ამ ალბომიდან ერთ-ერთ ინსტრუმენტალური ნომერს ჩვენი ხუჭა შემოხთავაზებს. შემოწმის. არის კახური მოკნა, საცეკვაო, რასაც ხუჭა დაუკრა. დიახ. ესეც არქივიდან არის ამოღებული. მაგრამ მე მინდა აღვნიშნო, რომ არც ალეკო და არც ხუჭა აი ამ სიმღერის ზუსტ ციტირებას არ აკეთებენ. ანუ თავიანთი მაინც იმპროვიზაცია ხარია. რა თქმა უნდა, ეგ არის საინტერესო. იახეთ ახლა ლაბორატორია იმპროვიზაციაზე. დიახ. და იმ ძველი ჩანაწერებიდან აღებული სიმღერები. ახლა რა თქმა უნდა, იმას ვიღებთ და აკეთებს გიორგის და ყველა ეგრეა ალბათ. დიახ. ზუსტად შეიძლება პირველი ორი დაკვრის დროს გავაკეთებ ზუსტად ციტირებას იმისას, მაგრამ რომ გადის წლები უკვე იბადება შენი ვარიანტებიც და იკვრება იქ. რა თქმა უნდა. და იგივე არის, ახლა გიორგი არ იძახდა ეხლა. ათქვა და მე მგონი კაცი რომელიც სცენაზე მღერის წლობით უკვე დაუკრავდა. შენსას დიახ. აკეთებ. ხუჭა რა შეგვისრულებს ახლა? მე შეგვისრულებ კახურ საცეკვაოს. კახურის საცეკვაო. ბუქნა. ბუქნა. ძალიან. აი ძალიან. აი არაჩვეულებრივ ჟღერადობას, მანერად, თვითონ ენერგია, აი ეს იმპულსი, ის რითმი, სასწაულია ფაქტურად აი ჰაუზი რაც გვაქვს დღეს დისკოთეკებში რაც იკვრება, აი ეს რითმია. მაგრამ ამას გაცილებით უფრო ძლიერი. და ფათაშორის აი ამ ინსტრუმენტსაც იგივე ვედი ეწია ერთ პერიოდიდაც ჩვენ კურსით, რომ მარტო იყენებდნენ 4-5 აკორდი და ასე ვთქვათ, ეს რა ქვია, აკომპანიმენტი. და მე არ ვიცი ეს უკვე შემდეგ აღნიშნე რომ ეს გადაკეთდა როგორც ქრომატიული წყობა. და ესე მოითხოვა ალბათ იმან რომ უკვე დაიწყო ეს კლასიკური ნაწარმოების შესრულება და უბრალოდ ამ ფანდულზე იგივე ვთქვათ კლასიკური ნაწარმოების შესრულება წარმოუდგენელია. მაგრამ მე მაინც ვამბობ რომ ეს არის ის ინსტრუმენტი. ეს არის ის ინსტრუმენტი, რომელიც იძლევა მიუხედავად იმისა, რომ ამბობენ რომ რაღაცა
არის რამოდენიმე დანაყოფი და რაღაცები არ იკვრება. ეს არის ის ინსტრუმენტი და ზოგი ამას უსუფთავოა, მაგრამ ეს არის ის ინსტრუმენტი, რომელიც იძლევა ძალიან დიდ საშუალებას და აი ეს ეხლა დაამტკიცა ამ დროთას ამ დიახ და ზუსტად ის უსუფთავობა კი არა ჩემისათვის ეს არის ფერებია არა თუ სუფთავება ვიოლინო იქნება მაშინ რა თქმა უნდა ხო და ის განსხვავება ახალი კი ბატონო უნდა გაკეთდეს და მეც ეხლა ჩვენ ამ სტილს უკრავთ ყოველთვის ამას უკრავთ უკვე თითქმის მახსოვს ოქტომბერში გერმანიაში ვახტით გასტროლებდი და ეს დაუკავე ქართველები ისხდნენ იქ მაცხოვრებელი სასულები და აუ ყვირიან მოცარტი დაუკავეს სალამურზე ფანდურზე მოცარტი ვერ გაიგეს ესე იგი რომ ხო ამხელა მარგალიტია აქ ამაში და მაინც უკვე შეჩეულია რომ კიდე თუ არა მაინც ტოროლა მოცარტი და harmonies ჩვენი მოღვაწეობა ზუსტად მაგას ცირკი ისევ სიტყვაზე რაღაც არა ცუდი არ არის მე არ ვიცი მეც უკრავ იმას და აუ ეს ცუდია და ვინც ამას აკეთებს არა სამწუხაროა რომ ეს არავინ არ უკრავს სცენარს საერთოდ არავინ არ არის იმიტომ არ ვიძახით რომ ხა მე ძალიან ძლიერი დამკვრელი ვარ და ამიტომ ჩემ არავინ არ აკეთებს იმიტომ რომ ყველას გონია და მეც ეჭვმეპარებოდა თავდა რომ დავიწყე ამის კეთება ხო აი მაგის გამო რომ აი ეს დაუკარიეს და ვიტყვი მოცარტი დაუკარიო და ადრე დამწყვეტია მაგაზე გული რომ აუ რატო ის არ დაუკარი და რაც გინდა ეს რატო აკეთებ ამას მაგრამ ეხლა იმდენად დავწმუნდი ამაში რომ მართლაც განუმეორებელი მუსიკაა თვითონ თავისთავად და თვითონ ისეთი იმას გაძლევს ხო საშუალებას როგორც გინდა ისეთ თან მე ერთი რამ მინდა დავამატო და არ ვიცი მე ესე ვფიქრობ რომ 21 საუკუნის ფოლკლორი აი თუ წარმოვიდგენთ რა უნდა იყოს 21 საუკუნის ფოლკლორი მე ვფიქრობ რომ 21 საუკუნის ფოლკლორი არის აი ეს ზუსტად ის ასე აღმოჩენა 21 საუკუნეში მე ვფიქრობ რომ ჩვენ უნდა დაუბრუნდეთ ფესვებს აუცილებლად და 21 საუკუნის ფოლკლორი უნდა იყოს ის უძველესი წყაროები რომელიც არსებობს წინააღმდეგ შემთხვევაში მე ამის გარანტიას ვიძლევი და დარწმუნებულიო რომ ჩვენ ფოლკლორს დავკარგავთ საერთოდ დავკარგავთ ჩვენ თუ გადავედეთ იმ ისეთ რა მე ერთ რამეს არ ვეთანხმები რა გასაგებია რომ კომერცია მაგრამ ჩემი აზრით ფოლკლორში უნდა არსებობდნენ ის ადამიანები ვინც უნდა იფიქროს შემოქმედებაზე ჩემთვის მე არ ვიცი ხა მე პირადად გეტყვით ვინც ვიცნობს ჩემი მეგობრები ყველა დამეთანხმება და ესენიც რომ მე ფულის გულისთვის ჩემ შემოქმედებას ჩემი ანსამბლის შემოქმედებას არ წავდივწავ არც ერთ შემთხვევაში და მე ვამბობ ამას სულ რომ მე არ იქნება შემოსავლიანი და კომერციული სამაგეროდ ეს იქნება შემოსავლიანი და კომერციული ჩემი მომავალი თაობისთვის და მე ამაშივე დარწმუნებული ხმარ ბრავო და დაგჭა ბოლო ინსტრუმენტი ისე ეულად ჭიბონი გაბელი ანუ მოგუდული ხო ალბათ გუდა ეს ის არის ეს ის გუდა გუდასტვირი რაჭული გახდა იმას გრძელი პრინციპი იგივეა ოღონ იმას გრძელი დასაკრავი ისა ღეროები და აქაც შესაბამისად ის ყამიშები რომლებიც ხმას აღებინებს ძელებია და აქვს ძალიან ღუღუნა ხმა დაბა ისეთი დაბალი ტემბრის ხმა აქვს რომ სიმღერისათვის იყოს როგორც აწილები ამას აქვს აი ხო ნახავთ ხო ეს უფრო ისეთი ნუ საცეკვაო იმას იწვევს ორგანიზაცია კი ეხლა მე ერთი რამ მინდა აღვნიშნო რომ ბიჭებმა ფათაშორის ძალიან საინტერესო სინთეზი გააკეთეს აი ამ ორი ინსტრუმენტებისა ეს გახლავთ ჩონგური და ფანდური მე ამის მე ალბათ შეგვისრულებენ ერთ ნომერს და კიდევ აი სინთეზი იგივე ფანდურისა, გუდასტვისა, ჭიბონისა, ჩონგურისა და ჩემზე ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ყველა ქართულია და ყველა ხალხურია.
პატარა დაუყარით რაც იმ ნაწარმოებიდან რაც უნდა დაიკრა სხვაზე რა. დიახ. ნუ ფაქტიურად იწურება ჩვენი გადაცემის დრო და თუ გვაქვს ჩვენ კიდევ საშუალება რომ ხო, მე ვაინც გონია რომ ერთი იქნება ლეკური. ხო. ხო, ეხლა ლეკურის გარეშე ესეც სხვათა შორის ესეც გარუჩავას დაკრულია ჩონგურზე, იქიდან ავიღეთ, მაგრამ ის მარტო ჩონგურზე უკრავს და ჩვენ გავაკეთეთ აი ეს დუეტში ფანდურთან და ჩონგურთან ეს არის დასავლური ინსტრუმენტი, ეს აღმოსავლური. ეს აღმოსავლური. ახალი ვარიანტია. ძალიან დიდი მადლობა. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ და ხვალ შევხვდებით კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში 7 საათზე ანსამბლი ლაშარი გებატიჟება. წარმატებას და მამალ შეხვედრამდე. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ თვითონ ზედელმა ყურებლებო. ადიოს შევხვდებით მალე.